პროფესია როგორც მისია. წლების განმავლობაში უვლიდნენ და ურთხოვდებოდნენ ჩვენს უსაყვარლეს უწმინდეს და უნეტარეს. ამბები, რომელიც არასდროს ხსმენიათ, პატრიარქის ექიმებისა და პატრიარქის ექიმი მრჩევლის მოგონებები უწმინდესის შესახებ. გვაჩუკა თანხა გითხრა რომ თქვენ ახლა უნდა კარგად იკვებოთ, რომ კარგად შეძლოთ მუშაობა. ერთ-ერთი წასვლა იყო სიკვდილ მისჯილთა გასაგანში. წაუღო საკვები რაც შეიძლებოდა, ყვავილები წაუღო, ხე, ყვავილები, სიცოცხლე შეუტანა. ჯობია 100 დამნაშავე იყოს ქუჩაშიო, ვიდრე ერთი უდანაშაულო გყავდეთო დაპატიმრებულიო. მანქანით რო ეშვებიან, მოულოდნელად თქვა, რომ არ გააჩერეთ. ღვთისმშობლის აგალობელი ვიგალობოთო. რათა გადიდებდე უცბად მოინდომა რაღაცის თქმა. მოდი გავაკეთოთ რელიგიური კონტექსტის ხორეოგრაფია. ზოგადად მეგობრებო, მე თქვენ დავალება უნდა მოგცეთ. თქვენ კომპიუტერს კარგად ვახმაროთ. გააქვთ დიახ თქვენ აუცილებლად. ხელოვნება უყვარდა ძალიან, კლასიკური მუსიკა განსაკუთრებით. ამ ბიონიდან მე მახსოვს მისი ქადაგება აქტიურად მოუწოდებდა, რომ ჰიგიენა უნდა დაიცვათო. თქვენ აქ და ჯვარი გადასახა. უკვე ისტორიად ქცეული შეხვედრები. მორიგე ვიყავი ღამით და თქვენს რომ პატრიარქი უნდა მობრძანდეს. მიძახია რომ პატრიარქი გიძახის ტელეფონთან უნდა. ტელეფონი რო ავიღე და თვითონ უწმინდესი რომ დამელაპარაკა რომ როგორ ბრძანდებით და კინაღამ დავერცი და თქვენ უწმინდესობა მეთქი და რატომ გვანერვიულეთ? ერთი დღეა და მირეკავე რომ უწმინდესი გიბარებს. მუხზე დაცემული ბევრი გვინახავს. ალენ დელონი, მოსერატ კავალიე, მაია პლისეცკაია. რომის პაპი? ჩემ გულში ეს ყველაფერი არის და რაც უფრო დრო გავა, მეტი სიყვარული გავიხსენებთ მას და მეტად დავაფასებთ იმ დღეებს, რა დღეების და რა წუთებიც გვაქვს მის გვერდით გატარებული. უწმინდესი დაიყვირეს, თუმცა მთელი ეს ყიდველი და გამყიდველი დადგა ჩოქზე. მე შევსწრები ვარ დიდ დარბაზში, უეცრად დაიწყო ტირილი და ლოცვა. პატრიარქი როგორც პაციენტი. მიგზალავენ მარილიანის ჭორას. აბა ექიმები სად არიან? ჩამწრილ კითხვებს იძლეოდა ძალიან. მუდმივად ქონდა საუბარი წყლის დალევაზე. ერთხელ ნაყინს მიირთმევდა, ცისანამ არ დამინახოს. არ უთხრათ ცისანას. ხანდახან დასანახად აკეთებდა იმას, რომ ასრულებს იმ დავალებას, რასაც თხოვ, რომ შეასრულოს. როცა უკვე ძალიან გადაამლაშებდა ის, შესთავაზებდა, ჩაის ხომ არ მიირთმევთ? ჩაი გაუმასპინძეთ ექიმებს. ხანდახან ესეთი თვალგახელი გიყურებდა, რომ რენტგენივით არა. როცა რწმენა და მეცნიერება ერთხმაზე ლაპარაკობს. მთელი ცხოვრება პატრიარქის სამსახურში. ნახეთ, პატრიარქის ექიმების მოგონებების საღამო მონაგარში. ტელეკომპანია პულსის ეთერში.